მშვიდობისა მოგესალმებით ყველას და მადლობას გიხდით რომ ხართ ჩვენთან ერთად, ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ პლატფორმებზე Imedi.G, MyVideo.G, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რა თქმა უნდა რადიო იმედის Facebook გვერდზე. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი, რომელიც გვეტყვის რა ხდება მნიშვნელოვანი ზევით, იმიტომ რომ ერთადერთი მე მგონი იმედი გვაქვს უკვე კოსმოსის, რომ ამ სიტუაციაში არ ეფიქრო მთავრობა და ასე ვთქვათ მინისტრთა კაბინეტი ყველაზე და ყველაფერზე გავლენას ახდენთ. ამიტომ ჩვენ კი ვიგულისხმეთ პლანეტები და კოსმოსი, მაგრამ ნუ ვინც როგორ გინდათ ისე გაიგეთ შემოწირფასება. ხა, მაინც ორშაბათია დილაა და თუდე არ იქნება ცუდად იუმორისტული ოპერიც მივცეთ, მახსოვს ერთი ბიზნესმენი მოვიდა ძალიან სერიოზული სახით, სერიოზული ხო და რა შეასაქმე რატო შეწუხდეთ მე ვთხარ და იცი რა მე მინდა ოროშიან ზევით საქმე ჩამიწყო სად მე ვთხარი ზევით ხო მაინტერესებდა აი იქით რა პლანეტებთან არ შეიძლება ეს მინისტრები და ესენი აი იქით ზევითო მე ვთხარი ეხლავე ავიღებ ტელეფონს დაურეკავ პლანეტა მარსზე იქ ვესაუბრები მარს მე გადავალ იუპიტერზე და მე ჩამოვალ თქვენთან და მე მიხვდა რომ ხო ისაუბრეთ დილით და ისე მოხვედით ჩვენ დაგავიდეს ეხლა მითხარით რა დაგაბარეთ ის რა შემოკარგებო პირველში როგორი კვირა იქნება რა ტენდენციები ამოსულნეთ საერთოდ მე ყველას გირჩევ დილი დაიწყოთ იუმორით რა თქმა უნდა და იმიტომ რომ აი როგორც განეწყობით ხო ისე წავა მე მთელი დღე ეხლა რა შეეხება დღევანდელ პერსპექტივებს და ამ კვირის პერსპექტივებს პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იმით რომ ვერ ვიტყვი რომ ეხლა ძალიან სტაბილური კვირა არა მაგრამ გაცილებით უფრო მშვიდია ვიდრე წინა ორი კვირა ეს ტენდენცია იქნება. რატომ იმიტომ დედამიწა შედის პოზიტიურ ენერგოველში უკვე დღეიდან, სადღაც დაახლოებით 27, ნუ მაქსიმუმ 28 რიცხვამდე, ანუ თვარის დაბნელებამდე, რომელიც 28-29-ში გვეუდება ჩვენს ქვეშ ეს ცალკე თემა, აქ ბევრმა აურია, მინდა გითხრათ რომ ჩვენს დამწყებმა ასტროლოგებმა, იმიტომ რომ ყველა გვეუბნება 28, სინამდვილეში 28 ეს ჩვენი დროით არ არის. ეს ხდება ღამის 0 საათზე 30 წუთზე, თვარის დაბნელება 29-ში თბილისის დროით და მოსკოვის დროით ჯერ კიდევ 28 არის და ამიტომ ვერ გადმოიყვანა ეს. ამიტომ არ გეგონოთ რომ აქ რაღაც ის არის. მე ამიტომ ამბობ 28-29 ორივეს ვახსახელებ რომ აქ ვარდაებმეთ ორივეზე ექნება ზეგავლენა. იქამდე პერიოდი მეტნაკლებად სტაბილური, კარგია, ამიტომ თუ თქვენ ახლა გააქვთ დაგეგმილი რაღაცა იდეების პროექტის რეალიზაცია, ბიზნეს ყიდვა, გაყიდვა, რაღაც საინტერესო მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულების დადება, რაღაც პროექტებში ჩართვა, აი ახლა ეს პერიოდი ამ ხრი ყველაზე კარგია ოქტომბრის თვეში. აქამდე უფრო რთული იყო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა გავდივართ დაბნელებების პერიოდს. აი დაბნელების პერიოდი ეხლა რომ დამთხოვდა უარყოფით ენერგოველს, გაცილებით მძიმედ გავივლიდით. ანუ მზის და მთვარის დაბნელებებს შორის არის ეს პერიოდი, რომელსაც ეხლა გავდივართ, ხო? და 14-ში იყო მზის დაბნელება, 28-29-ში მთვარის დაბნელება, მაგრამ რადგან დედა კოსმოსმა მოდი ასე ვთქვათ, გვაჩუქა ეს შესაძლებლობა, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა, შედარებით მეორე უმტკივნეულოდ ყველა ვერ გაივლის, მაგრამ შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით მაინც ამ პერიოდს. ამიტომ ოქტომბერში მაინც უფრო სასიკეთოა ეს ტენდენციების პერიოდი. ეხლა სხვა მშვენი მოვლენა. მე მინდა ესე იგი ამ კვირის განმავლობაში მივაქციო ყურადღება რა მოვლენას. პირველი და უმთავრესი ესე იგი პლანეტა მერკური გადანაცვლებს კვირას უკვე მორიელის ზოდიაქოში. მას იქ წინ დახვდება პლანეტა მარსი, რომელიც უკვე გადავიდა მორიელში. შესაბამისად მორიელში გადასვლა მერკურის საგვამსობს, რომ თითოეულ ჩვენთაგანის და მერკური არის მოიხსენებათ გონების, ინტელექტის მმართველი პლანეტა, თითოეულ ჩვენთაგანის აზროვნებაში გაჩნდება მორიელისებს შტრიხები, დადვითი და ვეროფთი, მაგალითად რა. ორგანიზებულობა, დისციპლინა ტვინისა, შეუპოვრობა, მიზანსტრაფა, მიზნის მიღწევისას, ასევე ძლიერი ინტუიცია, ორგანიზატორული მონაცემები, მებრძოლის სულისკვეთება, ეს კარგია, განმოვითაროთ, მაგრამ მორიელს აქვს უარყოფით თვისებებიც, ხო? ესეც განვითარდება თითოეულ ჩვენთაგანში, რასაც ჭირდება უკვე კონტროლი. რამდენიც გინდა იმდენი უარყოფით. ნუ მაგალითად რა, ავიღოთ თუნდაც სიჯუტე, ავიღოთ ასევე აგრესია შინაგანი. ავიღოთ ეჭვიანობა გადამეტებული დრო და დრო ავიღოთ მისი ზედმეტი პირდაპირობა და თან შუბლში მეახლის ადამიანს რასაც ფიქრობს სარკასტულ გესლიანი გამოთქმებით ერთიც გამოყავს ადამიანის წონასწორობიდან აი ეს თვისებები მოიმატებს ასე ამიტომ ამ ნეგატიურ თვისებებს მეტი კონტროლი დაუწესოთ დადებითი მორიელის თვისებები მაქსიმალურად განავითაროთ სამაგეროთ კარგია ეს იმით რომ ადამიანებში გაიზრდება უკვე კვირა დღიდან
საინტერესი ეზოთერულ, ოკულტურ, კოსმიური საკითხებისა და კანონზომიერებებისადმი, ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიური საკითხებისადმი, რაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გაზრდის მათ ინტერესს მათ შორის ასტროლოგიისადმი, როგორც ეზოთერული მეცნიერებისადმი. და ამავდროულად აღნიშნოთ რა გეომაგნიტური დღეები. დღეს ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. ვიმეორებ, ეს არის დაკავშირებული მზის ქარიშხალთან გეომანტიის შეცვლა. ეს არ არის საპანიკო, ეს არის მხოლოდ საყურადღებო მათთვის, ვისაც სუსტი აქვს ნერვული სისტემა, გულსიძარღვანი სისტემა, ანუ მეტეოლაბილური ადამიანებისთვის, რომელსაც შეიძლება ამ მომენტში უცებ შეიცვალოთ ამ დღეებში წნევა, უცებ განწყობა, თავის ტკივილები და შემდგომ. ამიტომ რაც რა არის საჭირო ამ პერიოდში, არავით არის სხვა პრობლემა და პანიკა, პირველ რიგში წნევას ვიზომებთ, თუ დისკომფორტი გვაქვს, მივიღეთ ის აუცილებელი წამლები, რაც საჭიროა, რომ მეტად დავისურვოთ, რომ ეს დღეები გავიაროთ შვიდად და წყნარად. ეხლა რა შეიძლება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და მათ პერსპექტივებს. ეს ზოგადი ტენდენცია მაინც სასიკეთო ცვლილებების დროა. ეხლა რა შეიძლება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს. ვერძი დავიწყოთ. ვერძი თავის ენერგოტონუსს არ უჩივის, აქტიური ენერგიული ინიციატივიანი, უშიშარია, მებრძოლია, კარგი ორგანიზატორია, გონება მახვილია, იდეები საკმაოდ ბევრი აქვს და სხვათა შორის უფრო რეალისტური ხდება. აი წინა პერიოდებისგან განსხვავებით, მისი მოქმედება უფრო რეალისტურია, უფრო გასაგებია, საღელოგიკური აზროვნება უკვე ახასიათებს ამ კვირიდან მას და ეს ის პერიოდი, რომელსაც შეუძლია გაუმჯობესოს პარტნიორული ურთიერთობა, პარტნიორული თანამშრომლობა, რაც იყო პრობლემა წინა ორი კვირის განმავლობაში. იმიტომ რომ სიხისტე, ზედმეტი სიჯიუტე და ცოტა ესეთი აგრესიული ელემენტები ნაკლებად აქვს უკვე ამ კვირიდან ხასიათში, მაგრამ ვერძისთვის ჯერ ადრეა. ისეთ სფეროებში ჩართვა, როგორც არის ყიდვა-გაყიდვის სფერო, როგორც არის ხელშეკრულებების დადება. აქ ჯერ კიდევ სულ სწრაფია და შეიძლება შეცდომები დაუშვოს, მაგრამ თუ აუცილებელია რომ რაღაც ხელშეკრულება დაიდოს, მაშინ ჩემო კარგებო იცით რომ თქვენში არის სულ სწრაფობა და სულ სწრაფობამ შეიძლება შეცდომა დაგაშევინოთ. ამიტომ 7 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერეს პრინციპით იმოქმედეთ, ყველა პუნქტს გადახედეთ, ისე ხელი არ მოაწეროთ, რომ ხელშეკრულების დროს არ მოხდეს კიდევ რაღაცა პრობლემა და შეცდომა არ დაუშვათ. აი ამ ხრივ იყო ყურადღებით. სხვა ხრივ კვირა კარგია. რაც შეეხება კუროს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მისი უმჯობესდება ამ პერიოდში. ანუ რადგან ენერგოტონუსი უმჯობესდება, ის რუტინული ყოველდღიური ცხოვრება მისი სამსახურებრივ უკვე ნაკლებად აღიზიანებს. იმიტომ რომ ფსიქოემოციური სტაბილურობა მატულობს, უბრალოდ გრადი ხდება ამ ხრივ. პლუს ამას დავუმატოთ ისიც, რომ ჯანმრთელობა რადგან უმჯობესდება და ეს კუროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განწყობა უმჯობესდება, ეს აძლევს საშუალებას ურთიერთგაგება გაიზარდოს ადამიანებს შორის და ეს უკვე პარტნიორული თანამშრომლობის ერთ-ერთი საწინდარია. თუ იყო წინა პერიოდში უფრო ჯიუტი, უფრო ხისტი, უფრო პირდაპირი, ეხლა ცოტა რბილდება მის ხასიათი, რაც გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ არა მარტო მშვიდობიანი კონტაქტები დაამყაროს, არამედ საინტერესო იდეები ჩამოაყალიბოს, რეალიზაცია მოახდინოს პარტნიორული თანამშრომლობის მეშვეობითაც, ნელ-ნელა გაუმჯობესდება მისი მატერიალური მდგომარეობა, უმჯობესებს ურთიერთობებს კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რაც რეიტინგს წევზევით და აძლევს ამ ნიშან შესაძლებლობას უფრო მეტი წარმატების მიღწევისას. სხვა შორის ეს პერიოდი უკვე კარგია იმ კუთხით, რომ თითქმის 23 ნოემბრამდე ნელ-ნელა მის ენერგოტონუსის მატება გამოიწვევს ასევე იღბლიანობის ზრდას. ამიტომ პრინციპში წინ საკმაოდ კარგი პერიოდია ამ ნიშნავს. ხო, ეხლა რაც შეეხება ტყუპებს. ტყუპები გამოცოცხლდება ამ პერიოდში უდავოდ, იმიტომ რომ წინა ორი კვირის შეცდომები ზედმეტ სულ სწრაფობდა და ეს ყველაფერი ცოტა უკანა პლანზე წამოიწევს, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირად იწყებს აზროვნებას, სხვანაირად ალაგებს ტაქტიკას თავისი მოქმედების, ეს ხოჩის ვერტში და ტყუპებში დაახლოებით თანაბრად ხდება, ორივე უკვე ტაქტიურად სხვანაირად მოქმედებენ, იმიტომ რომ სხვა აზროვნებით უყურებენ სამყაროს, აი რეალისტები ხდებიან, აი ეს ფანტაზიები, რაც ვერტსაც და ტყუპებს ახასიათებდა წინა ორი კვირა, ახლა უკვე არა გადადის უფრო რეალისტურ ხედვაში. რაც თორეა, აქ საშუალება იმისა, რომ იპოვოს გავლენიანი ფარველები, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარებიან. უფრო მეტიც ხელმძღვანელთა მხრიდან გზნობს, რომ უფრო მეტად ეხმარებიან ხელმძღვანელები და გვერდით უდგანან მათ პროექტების განხორციელებაში. თუ თვითონ არის ხელმძღვანელი, ძალიან კარგად შეუძლია წარმოაჩინოს ლიდერული პოზიციები და რაც თორე კარგი პერიოდია ძალიან შვილებთან ურთიერთობისათვის, სასქვალო პარტნიორებთან ურთიერთობისათვის. აქ ურთიერთგაგება მატულობს. ანუ ეს არის ის ზურგი, რომელიც მას აძლევს შინაგან თვითრწმენას. ეს კი უკვე წარმატების სერიოზული ფაქტორია ყველა დონეზე. და ამიტომ გინდა იდეების რეალიზაციის კუთხით, გინდა მოგზაურობის კუთხით, პარტნიორული თანამშრომლობის კუთხით, ტყუპებისთვის ეს პერიოდი გაცილებით უკეთესი.
გერჩხები, ამოისუნთქავს რასუკველია მას თუ კონდა დავშვეთ რაღაც საყუპაცხოვრებო პრობლემები წინა პერიოდში, ამას ყველაფერს ახლა მოაგვარებს, დაალაგებს, მოაწესრიგებს. რაც თავარია, აქ უმჯობესდება მისი ურთიერთობა მათ შორის ნაცსაებთან, ახლობლებთან, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათი თანადგომა ეს ასევე ის ფუნდამენტია, რომელზეც დგას რეალურად გერჩხები და რაც აღწევს მის ძალას, სწორი მოქმედებისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. ეს ის პერიოდი, რომელსაც სხვა შემოქმედებითი მუშაობისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, იმიტომ რომ გერჩხები გრძნობს, რომ მზე ნელ-ნელა უახლოვდება მერკურისთან ერთად წყლის სტიქიას, ანუ მორიელს, ხო? შეიძლება ამისათვის ისიც წყლის სტიქიას განეკუთვნება და აი ეს მოახლოება უკვე მას აძლევს ახალ ენერგიას, ახალ ძალას, უზრდის ინტუიციას, რითიც მას შეუძლია უფრო სწორი არჩევანის გაკეთება და ეს არის პერიოდი, რომელიც სასიკეთოა მათ შორის სამშობლოში. სამშობლოში შეიძლება მეტ წარმატებას მიაღწიოს ამ კვირაში გერჩხებმა, ვიდრე მაგალითად უცხოეთში. ამხრივად სასიკეთო პერიოდია და თუ მით უმეტეს წინა პერიოდში მას შეძლო გალამაზება დიზაინისა, მაგალითად სახლში კომფორტის მეტად მოწყობა. აი ახლა უკვე ამ დიზაინით გაიხარებს და ეს მისცემს კიდე დამატებით ძალებს მუშაობისა და ურთიერთობისათვის. და რაც შეეხება ლომს, ლომი რასაკვირველია, უკეთ გრძნობს თავს, იმიტომ რომ ერგო ტონუსი ისედაც მაღალი აქვს, აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივიანი ეს ნიშანი, მაგრამ ამას ემატება რა? საინტერესო ინფორმაციის მიღება. შეიძლება ესეთი ინფორმაცია მიიღოს, რომელიც შეუწყობს ახალი იდეა პროექტების ჩამოყალიბებას და მის კონკრეტულ რეალიზაციას. მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების დროა. ეს ის პერიოდია, როცა შეიძლება ხელშეკრულებების დაიდოს, აქ უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომა ასვიაზლებს საშუალებას, რომ კიდევ ჩაერთოს დამატებით ახალ საინტერესო პროექტებში, ურთიერთობებში და შემდგომ. ამიტომ ლომი საკმაოდ აქტიური უნდა იყოს ამ კვირაში, მრავალფეროვანი კონტაქტებით მას შეუძლია არა მარტო ავტორიტეტი აიმაღლოს და პოპულარული გახდეს, არამედ ძალიან ბევრი საინტერესო მათ შორის ერთობლივი იდეა და პროექტი განახორციელოს. და რაც შეეხება ქალწულს. აი ქალწულისთვის ნელ-ნელა პერიოდი უმჯობესდება უდაოდ, იმიტომ რომ ერგოტულსი მადლობს, შრომის უნარიანობა უმჯობესდება. ერთი პრობლემა აქვს საყურადღებო. უმჯობესდება ურთიერთობა პარტნიორებთანაც, რომელიც იყო ცოტა სათულო წინა პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მაინც ქალწულში არის ცოტა მეტი მიდრეკელებები ძალაუფლებისადმი და უნდა რომ მაინც ცოტა მოახვიოს სხვა საკუთარი ნებასურველი. აი აქ იყოს ფრთხილად. აი ეს მისი სურვილი რომ მოახვიოს სხვას ნებასურველი შეიძლება ისევ გახდეს ცოტა დაძაბულობის ფაქტორი მათ შორის პარტნიორთილებებში. აი ეს არის მთავარი რაც მას უშლის. ახლა მაგასთანებად ძალიან პირდაპირია ეს ნიშანი. ამ ხრივ დიპლომატია აკლია და ამ შეიძლება ადვოკატად წენოს ადამიანს. ამიტომ ამ ხრივ იყავით შემოკარგებო, ყურადღებით ქალწულებო, ცოტა მეტი დიპლომატია, ნაკლები სიხისტე და პირდაპირობა და სხვას ნუახვებთ საკუთარ ნებასურველს. მაშინ კვირა იქნება გაცვლოვით და სამახსოვრებელი და ფრედ პერსპექტიული. სასწორი, აი მთავარი ფავორიტი ამ კვირისა, სასწორებო. შემდეგი კვირიდან უკვე მზეც დატოვებს თქვენ ზოდიაქოს ნიშანს და რასაკვირველია სირთულეები გექნებათ უფრო მეტი, მაგრამ ეს კვირა გამოიყენეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ მზე, მერკური, ორივე პლანეტა ჯერ თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია. ამიტომ შანსები ყველაზე მაღალი გაქვთ თქვენ შარმე, მეზიდულობა, ენერგია, აქტიური მოქმედების უნარი, კომუნიკაბელურობა, ძალიან მაღალი გონებამახვილობა, თქვენი დიპლომატიური ნიჭი, უნარი, კომპრომისის მიღწევის სართულ საკითხებში ეს ერთიორად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. აქ მოწესრიგდება პარტნიორული ურთიერთობები, თუ პარტნიორებმა დაუჭათ თავისი უდისციპლინობით ან სხვა მოქმედებებით გაღიზიანება გამოიწვიეს წინა კვირაში, ეხლა უფრო მეტად დალაგდება ეს ურთიერთობა, პარტნიორული თანამშრომლობაც უფრო შესაძლებელი იქნება. აქ შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღოთ. ეს პერიოდი აუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, რაც გაზრდის თქვენ შესაძლებლობებს. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, იდეების რეალიზაცია გინდათ, მოგზაურობა გინდათ, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება, აი ნებისმიერ სფეროში ყველაზე მაღალი შანსები ოქტომბრის თვეში გაქვთ ამ კვირაში. ამიტომ ვიაქტიურებთ. ეხლა რაც შეეხება მორიელს, აი მორიელიც უკვე ნელ-ნელა მოისუნთქავს, იმიტომ წინა კვირა თავადების წინა პერიოდი რთული იყო, თუმცა მორიელს უნდა ახსოვდეს, რომ ის ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები და შემდგომ რაც იყო წინა ორი კვირის განმავლობაში, ეს არნიშნავს, რომ ეს ეხლა აღარ იქნება. იქნება ოღონდ შემცირებული დოზით ერთი, ამიტომ ცოტა ყურადღებაა საჭირო იმის მიმართ, რა ხდება თქვენს ზურს უკან, ეს უდავოა, ეს არნიშნავს, რომ ეხლა კი გასაგებია, რომ უკვე მარსი თქვენ ზოდიაქოშია, მერკური უახლოვდება თქვენ ზოდიაქოს და
მზე გადავა შემდეგ ორ შაბათს უკვე თქვენ ზოდიაქოში ეს კი თქვენ ამას გრძნობთ რომ ნელ-ნელა ამის შედეგად ენერგოტონუსი ზრდება ენერგია გემატებათ ნაკლებად იღლებით შრომის უნარიანობა მატულობს ანუ შესაძლებლობები უმჯობესდება კი მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ კვირაში ჯერ მოკიდოთ ხელი გრანდიოზულ საქმეებს სარისკო მოქმედებებს და გაარჩიოთ საქმეები და აგრესია გამოავლოთ არამს და არამს პირიქით შვიდ და წყნარად მოემზადეთ ახალი რაღაც საინტერესო იდეები პროექტები დასახეთ გაიცანეთ ახალი ადამიანები რაღაც შეიძლება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობის პერსპექტივა გამოვლინდეს ინტუიცია გაგზარდე აი ამ ინტუიციაზე დაყრდნობით ზუსტად შეიძლება იგრძნოთ რა არის ხა სასიკეთო თქვენთვის როგორი მოქმედება როგორი ტაქტიკა მოქმედებისა და ასე შემდგომ ამიტომ თქვენთვის იწყება ძალიან საინტერესო პერიოდი რომელიც ასევე მინიმუმ 23 ნოემბრამდე გასტანს და თქვენ იქნებით უკვე მთავარი ფავორიტი შემდეგი კვირიდან ამიტომ ეხლა უკვე ნელ-ნელა მოიმზადეთ თქვენთვის ვარსკვლავური პერიოდისთვის შეიძლება ესე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება მშვილდოსნებს. მშვილდოსანთა ცხოვრებაშიც გარკვეული პოზიტიური პერსპექტივები უდავოდ არის. ერთი ჯანმრთელობა მდგრადია. აქტიურია, ენერგიულია, ოპტიმიზმი მატულობს, ენთუზიაზმი მაღალ დონეზეა, კომუნიკაბილურია, ფრიად, საინტერესო იდეები აქვს ერთი მეორეზე უკეთესი უცხოენების სასათვისებლად ერთ-ერთი საუკეთესო დროა. ამასთან ერთად პარტნიორული თანამშრომლობა გაცილებით ნაყოფიერია, იმიტომ რომ ურთიერთგაგება მატულობს მასსა და პარტნიორებს შორის, მასსა და ხელმძღვანელ პირებს შორის. ამიტომ გარკვეული კარტ ბლანში უკავია ხელში. მწვანე, ასე ვთქვათ, ანთებული აქვს. შეიძლება ესე ითქვას, ძალიან ბევრი იდეის პროექტის რეალიზაციის კუთხით. საუკეთესო დრო არისთვის, აი მაგალითად ინტერნეტთან ურთიერთობისათვის. აქედან შეიძლება მიიღოს ძალიან მშვენი საინტერესო ინფორმაცია, გაიცნოს საინტერესო ადამიანები, უფრო მეტიც ორიგინალურად მოქმედებს, არასტანდარტულად მოქმედებს. რის შედეგად ეს მოწონებას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან და როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს ავტორიტეტს აიმაღლებს. ამიტომ მშვილდოსნებო, პერიოდი კარგია. გინდათ სამოგზაუროდ, გინდათ იდეების რეალიზაციის კუთხით, გინდათ როგორც ხელმძღვანელი, გინდათ როგორც კოლეგა ან მეგობარი. ძალიან კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს, შანსები წარმატებისა ყველაფერში გაქვთ. იაქტიურეთ, ოღონდ არ გადააჭერბოთ. არ გადააჭერბოთ რაში? თქვენ სარკასტულ გამოთქმებში იცით თქვენ და თქვენს ზედმეტ დიქტატორულ, ასე ვთქვათ, ტენდენციებში. აი თუ ამას გაითვალისწინებს, ხო ამ ხრივ კვირა იქნება იდეალური. რაც შეეხება თხისქას, ამოისუნთქავთ რასოკველი, იმიტომ რომ ნელ-ნელა მატულობს ერგოტონუსი და ამას გრძნობს, იმიტომ რომ ემატება შრომის უნარიანობა და დაუშვათ იგივე ენერგიის მატება ხელში უწყობს ნებისყოფი ზრდას, პრაგმატულ მოქმედებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უმჯობესდება მისი ურთიერთობა ნაკლებად ხისტი ხდება, როგორც იყო წინა პერიოდში, ნაკლებად ჯიუტი ხდება, ნაკლებად პირდაპირ ხდება. ამიტომ ეს ყველაფერი აძლევს საშუალებას, რომ გაუმჯობესოს ურთიერთობები კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. არ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატო? მისი ზოგიერთი მოქმედება შეუმჩნეველი არ დარჩება ხელმძღვანელთათვის და მათ მოწონებას დაემსახურებს. ეს კი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ახალი პროფესიონალური პერსპექტივების, კარეული ზრდის შესაძლებლობების გამოვლენას. ამიტომ თუ გაამრავლეთ მის შრომის უნარიანობას, მის ნებისყოფას, ნაკლებს სიხისტეს, უფრო მეტად შესაძლებლობას საინტერესო იდეების რეალიზაციისა და იცით როგორი მშრომელი ნიშანია, მაშინ 24 საათი მუშაობს და პასუხისმგებლობა აქ არნახულად მაღალი, ეს ყოველივე ერთობლივად აძლევს საშუალებას ახალი საინტერესო პერსპექტივების. უფრო მეტად შეიძლება საინტერესო წინადადებები მიიღოს კარიერული წინსვლის კუთხით. შეიძლება ახალი სამსახურის პერსპექტივების კუთხით. ამიტომ შესაძლებლობები უდავოდ დადებითი აქვს. მატერიალური კუთხითაც, პროფესიონალური კუთხითაც საკმაოდ კარგი წარმატებების წინაშე შეიძლება დადგეს ეს ნიშანი. სადღაც 27 რიცხვამდე ყველაზე ცოტა და მაქსიმუმი 23 რიცხვამდე. მას აქვს საკმაოდ კარგი 23 ნოემბრამდე უკვე გულისხმობ. მას აქვს საკმაოდ კარგი პერსპექტივები. ეხა მერწყულს რაც შეეხება. ოჯახის რქა რა. ფაქტობრივად წარმატების ფორმულა დაუწერეს. მე ხშირად აპლოდისმენტებს მიუძღვნი, იმიტომ რომ აი სასწაულად ყველაზე შეუპოვარი ნიშანი ალბათ და მიზანსტრაფული ზოდიაქოს. და გონებაც უწყობს ხელს. რაღაცა ბევრი თხისქა, რომელთან თხისქას აქვს ყოველთვის ძალიან რთული ცხოვრება. იშვიათად ნახავთ თხისქას, რომელიც ხარალეზე ცხოვრობს, არა. და სულ მაგას მიჩვენე, რომ აი რატომ აქვს ესეთი რთული, აი ბავშვობიდან უწევთ ბევრი შრომა, ბევრი პასუხისმგებლობის აღება და რატო? მეუბნები ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ გმართავთ სატურნი, ეს არის რკინა ბეტონი, ესე უწოდებ მე ამ ნიშანს და მის მართლ პლანეტას და ამიტომ თქვენ გეძლევათ ზუსტად ის ნებისყოფა, ის მოთმინება, ის შეუპოვრობა, ის შინაგანი სიძლიერე, რომლითაც თქვენ უნდა გადალახოთ ეს თორე იგივე სირთულეები, რომ თევზებს მივცეთ, გატყდება ეს ნიშანი შუა გზაზე, ვერ გაუძლებს. თქვენ გაქვთ თევზი გარჩება. თევზები. ხო, იმასაც შეახრამონებენ. თევზი უკა. ხო
ხო და თხისკა არა ბოდიშ თხისკეთ ამოყოფ აი თუ დაისახეს მაგალითად რომ აი წონა უნდა დავიკო აი მე მინახავს ხხვები რა სასწორე ხა ზღაპარი ერთ კვირაში ან მეთა და ეს ნიშანი თუ დაისახა არა მთავარია თუ აი ეს არის რთული რომ აი მივიდეს იმ გადაწყვეტილებამ მაგრამ თუ გამივიდა ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს წყალი არ გაუვა ეხლა რა შეეხება მერწყულისთვის კარგიდოა რატო ენერგოტონუსი მაღალია ჯანმრთელობა მაღალია ამიტომ ყველაფერი გამოდის შეუძლია ფინანსურ მდგომარეობას გაუმჯობესოს მატრიალურ დივიდენდები მიიღოს საინტერესო იდეების რეალიზაცია მოახდინოს თან საზოგადოებისთვის გასაგებიანი თუ ხსნის რა უნდა რასაც არაკეთებდა წინა ორი კვირა და გაუგებარი იყოს საზოგადოებისთვის მისი ახალი იდეები და თან სტრაფი შეცვლა იდეების ახლა არა ახლა უკვე ფუნდამენტურად ირჩევს რომელი იდეა და როგორ უნდა განახორციელოს რაც აძლევს წარმატების შანსებს პლუს ამას თავარი არის ახლა რა მისთვის ბალანსის პოვნა რაც არის ადვილი მაგრამ შესაძლებელია რის მიმართ ბალანსი სამსახურსა და სახლს შორის იმიტომ რომ ოჯახის წევრები თავისას ითხოვენ სამსახური თავისას ითხოვს აი აქ თავარი არ გადააცილოს ზომიერებას და ბალანსს სამხარეს თუ გადაეხარა მეორე მხარე ეგრევე დაძაბოს მაშინ ოჯახის წევრები თუ ოჯახისგან გადაეხარა სამსახურის სფერო გაუფუჭდება ამიტომ 50-50-ზე დრო ენერგია უნდა გადაანაწილოს თანაბრად მაშინ ექნება წარმატებული და არც ერთი მხრიდან პრეტენზიებს ადგილი არ ექნება. და კიდევ ძალიან კარგი პერიოდი ამ გზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, უცხოეთში სტაჟირებისათვის და ერთობლივი უცხოელებთან პარტნიორული თანამშრომლობისათვის, რაც ასევე მისთვის მეტად წარმატებული იქნება. და ბოლოს თევზების ზოდიაქო ძალიან ინტუიციური ხდება. იმდენად უძლიერდება ინტუიცია, რომ თევზების გზნობს, რომ უკვე წყლის სტიქიას უახლოვდება მზე, მისთვის მონათესავე სტიქიას, ანუ მორიელი ზოდიაქოს და ინტუიცია მზარდი აძლევს საშუალებას კარგად ჩაწვდეს ადამიანთა мотивაციას. და გრძნობს ზუსტად ვის რა უნდა და რატო აკეთებს ამას, რატო ამბობს, ხო? და შესაბამისად თუ დაუდაცვა დროულად გადადის თავდაცვაზე, თუ გვერდზე დგომა, დროულად გადადის გვერდზე დგომა. რის შედეგად მისი მოქმედება ხდება აბსოლუტურად სწორი და დროული. ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, რომელიც ობისად ჯერ კიდევ ენას კბილი უნდა დააჭიროს, საიდ უნდა დაიცვას ამ კვირაში და წინ არ გათქვას რას აპირებს. მე იმედი მაქვს, რომ ამას არ ციზავს, რატო უფრო პრაგმატული აზროვნება უჩნდება. ნაკლები აქვს ფანტაზიები, აქ სხვათა შორის შეიძლება გავლენიანი ადამიანები გაიცნოს, რომლებიც დაეხმარებიან როგორც ფინანსურად, ასევე სხვა კუთხითაც მისი იდეების რეალიზაციაში და აუმჯობესებს პარტნიორულ ურთიერთობებს. შარმე მიზიდულობა მათლობს, რაც ხელს უწყობს ასევე ახალი რომანტიკული ურთიერთობების და კავშირების დამყარებას. ეს მოკლე ინფორმაცია, გაფრთხილებული ვართ. ანუ შესაბამისად შეიარაღებულები ვართ, მოკლედ გვიშველა იმან რომ ვართ დადებით ენერგობელში, რომ ველოდით უფრო მძიმე ინფორმაციას იმართლე უნდა გითხრათ, იმიტომ რომ დერეფნის გამო. ფაქტობრივად ყველა ხეირია ხო და აი ამ წარმატება მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიო და შესაბამისად აი ამ დერეფანს, რომელსაც გავდივართ უფრო მშვიდად და წინდახედულად გავივლით, ვიმოქმედებთ და შემდეგ კვირაში ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იცით რომ დილის 10:15 წუთიდან ისევ შეგიძლიათ მოგვისმინოთ დროებით და მადლობა ყურადღებისთვის.